ამ ორნამენტს გახევი. კარგი? ოჩახ. ოჩახ. ცოტა უფრო ღრმად. ოჩახ. უცებ გაიგო ყველაფერი. რა თქმა უნდა, კარგი მასწავლებელი ხარ. არის. ბუბიქს რა კეთდება? ხის ფიგურა. ამაზეა. მართლა მოგეწონა? ამა? აღონ დასრულებული არ არის. ეს ჩემი შვილის გაკეთებულია. თქვენი შვილიც ისეთი კარგი იყო, როგორიც თქვენ ხართ დიამომთას. ჩემი შვილი. ის მე მჯობდა. ამ ცხენს ჩემთვის აკეთებდა ჩუმად. ოღონდ მე რა თქმა უნდა ვიცოდი. უნდა დაბადების დღეზე ეჩუქებინა ჩემთვის. ამა? ვერ შეძლო არა. როცა ჩემთვის აკეთებდა რაღაცას, როცა რამეს მჩუქნიდა, თვალები უბრწყინავდა ხოლმე ბედნიერებისგან. არაფერს ამბობდა, მაგრამ გრძნობდი. მეკითხებოდა, აბა რა სიტყვი მამა? ხომ შენი ღირსეული შვილი ვარო? რა თქვენ? ამა ყოფთ თქვენი შვილით. ამა ყოფთ. ჯან, ჯერ ვერ დაგიმთავრებია სამუშაო. დამიჯერებ. ბევრს იმუშავებ. მაშინ ეს იარაღები შენია. აქ როცა მოხვალ ხოლმე, ამით იმუშავე. ოღონდ ძალიან დიდი სიყვარულით უნდა მოეკიდო. მპირდები? მპირდები. ზიაზელ, შეხედეთ. ახლა ესენი ჩემია. სწორედ ამხელა იყო მე როცა ეს იარაღები მივეცი. მასაც ასე უბრწყინავდა თვალები ბედნიერებისგან. ეს ბედისერა. ის ამ იარაღებს თავის შვილს მისცემდა. იქნებ არ უნდა მიმეცა ამ ბიჭისთვის. ძალიან მიყვარდა ჩემი შვილი. ის ჩემი გული იყო. ჩემი სული. არა, თქვენ ყველაფერი სწორად გააკეთეთ. ომერს ხომ ენდომებოდა ეს. ოჩახ. კარგი ბიჭი ხარ. ზიამომთას თქვენ რომ გიყურებთ მეც მომიდა მუშაობა. მოდი, აიღე იარაღი. ოჩახ ჯან.
უყურებ იმ ბებერს. Esaslı çıktı. ნახე რა თავდაჯერებულია. Buradaki toşbile bak sen. Eski toprak. ძველი სკოლა. Toprağın eskisi. არ არსებობს ძველი და ახალი სკოლა ტეფო. Toprak olmamaya bakacaksın. არ არსებობს. Dur. კარგი. აქ გააჩერე. Adamları topla. ხალხი შეკრიბე და ჩაუსაფრთით. Sen de başla. შენც მათთან ერთად იქნები. Sana al. როცა გეტყვით აიყვანეთ, მეთქი აიყვანთ. Ramizi mi? რამიზე ამბობთ? Lodos mu var? შენ რა ვერაფერი ვერ დაინახე? უცებ მოგიყვან აზრზე, მიხვდები რას გეუბნები. Herhalde Ramizi lan. ამას კითხვა რა თუნდა? ო, რამიზე ვამბობ, იდიოტო, გადადი. Çağırdım. რამისთან ერთად თუ არ მოხვალ, როცა დრო მოვა, მე და შენ ვიჩხუბებთ. კამილი. Küstün რა mü? იყო გაბრაზებული ხარ ჩემზე? Niye konuşmuyorsun? რატომ არ პასუხობ? İşimi yapıyorum. მუშაობ, კამილ. Bok edeceğim. თავი დამანებე, შემეშვი. ეზელმა მთხოვა შენთვის გადმომეცა რამის არაფერი დაუშავდესო. Yoksa თორემ ამისთვის პასუხს შენ მოგთხოვს. Anladım ki. გასაგებია, კამილ. ო, Tevfik კიდევ ერთი რამე. bir mesaj daha. დევფიქ, ეზელს რამე რომ მოუვიდეს ამისთვის, მე მოგთხოვ Senin პასუხს. puluna zarar gelirse მას რომ რამე დაემართოს, onu senden. სუდად იქნება შენი საქმე. გადავწყვიტე ჯანი მომეყვანა თქვენთან. ძია მომთასთან რათა სახლი ჰქონდეს. Sahli. ოჯახი ჰყავდეს. Ne düşünürsen düşün ama რაც გინდათ ისე ფიქრე და მელიხა. o zamanlar burası მაგრამ იმ დროს ჩემთვის ეს ერთადერთი სახლი იყო. Kendine ait bir yurt. ახლა საკუთარი სახლი გაქვს. Kocaman. ქმრის სახლი. böyle değil. მაგას არ ვამბობ. Burası აქ farklı. აქ ყველაფერი სხვაგვარადაა. Burası senin. ეს სახლი შეიძლებოდა შენი გამხდარიყო ეიშან. Ömer ölünce როცა ომერი მოკვდა, მისი ნივთები დაგვიბრუნეს. aile yadigarıydı. ეს ბეჭედი ოჯახის იყო. Sana versin diye vermiştim Ömer'ime. ომერს მივეცი რომ შენთვის ეჩუქებინა. მას უნდოდას. Ben de istedim bu eve. მეც მინდოდა რომ ჩვენს ოჯახში შემოსულიყავი როგორც ჩვენი რძალი. Ama belki de შესაძლოა ამ ბეჭედმა დამაკარგინა ომერი. belki de bu იქნებ ეს ბეჭედი რომ არ მიმეცა, ახლა ჩვენ გვერდით ყოფილიყო. Melia teyze დეიდა მელიხა, Şimdi Ömer burada olsa ომერი ახლა აქ რომ ყოფილიყო და ისევ ეთხოვა შენი ხელი, რას უპასუხებდი? ne dersin? İster misin? მოინდომებდი ჩვენს ოჯახში შემოსვლას. hayat o kadar iyi değil Melia. ცხოვრება ასეთი კეთილი, ასეთი მიმტევებელი არ არის დეიდა მელიხა. Hayat o kadar bağışlayıcı değil. Ben de değilim. არც მე ვარ მიმტევებელი ეიშან. Ömer şimdi ომერი რომ ცოცხალი ყოფილიყო და ეს ბეჭედი ეთხოვა, yüzüğü istesin. არავითარ შემთხვევაში არ მივცემდი. Vermem. Ölürüm de vermem. არავითარ შემთხვევაში. Can ჯანი სად არის? Arabada. მანქანაშია. tamam Melia. კარგი დეიდა მელიხა. Anladım. გავიგე. Haklısın. თქვენ მართალი ხართ. Ezel. ეზელ, გაუგეს ერთმანეთს. Çok. თანაც როგორ. Mümtaz amca da çok. ზია მომთას ძალიან მოეწონა ჯანი. Gelsin. მაშინ
მოვიდეს ხოლმე ყოველ კვირა თუ კი ასე კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს. Gerçekten. მართლა? Cengiz'e senin... იქნებ ჩვენ ვასწავლოთ მას ის, რაც შენ და ჯენგიზმა ვერ ასწავლეთ. Sağ ol Melih. დიდი მადლობა დაიდა მელიხა. Sen de gel. შენც მოდი ხოლმე. Gözümüzün önünde ჩემ ol. თვალწინ იქნები. Unutma Eşan. ნუ და გავიწყდება თუ ადამიანი ბრმაა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბევრ რამეს ვერ ხედავს. Görüşmek üzere Melih. ნახვამდის დაიდა მელიხა. Anne biliyor musun? დედა, იცი ძიამომთაზმა იარაღები მაჩუკამ. ნახვამდის დეიდა მელიხა. დედა, Oğlum ne yapıyorsun? შვილო რა გაქვს ჩაფიქრებული? რატომ დასდევ უკან? არა დედა პირიქით ის დამდეს. Ne diyorsun işte? ნუ მატყუებ. Laflar etme bana. შენ სადღაც მიდიხარ, ვტოვებ. ეს შენი სახლია, შენი ოჯახი. Ailen. დედა გაიგონებენ. Duyarsın. გაიგონონ. დედა, Onlardan mı saklanacağız? ვინ უნდა შევიცოდოთ? ეს უსირცხვილო? Bir kere seni მან უკვე affedersen. წაგვართვა შენი თავი. Gitme o an. ნუ ღარ დასდევ. დედა ყველაფერი ასე მარტივად არ არის. მარტივია. შენ მოკვდი. ახლა ისევ დაგვიბრუნდი. ომერ საყვარელო, უამბე ყველაფერი მამა შენს და შენს ძმას გიხვეწები. კმარა ამდენი დარდი მათაც გაიხარონ. Gir evine. დარჩი. Gitme bana. უამბე ყველაფერი. მალე დავბრუნდები დედა. გონია ჩემთვის ადვილია. ცოტაც მოითმინე. Olmadı. არა მოთმინება აღარ დამრჩა. ტირილისგან ცრემლი აღარ მაქვს. გეყოფა ჩვენი ტანჯვა. დაგვიბრუნდი. მოიცადე, მე მალე დავბრუნდები. დამიჯერე. Ne istiyorsun? შვილო რატომ დასდევ მაგ ქალს? იმიტომ რომ გული ვადგინე. ტეფო მოაგვარე საქმე. მოაგვარე ბატონო ალე. სად არის? სად? Boğaz manzarası. არხთან. Oturmuş kitap. სკამზაზის. ტეფო. მაგას რომ რამე მოუვიდეს, გეწყინება? რატომ უნდა მეწყინოს? კომისიო ნადირობთ ცხოველის ჯიშს, რომელიც გადაშენების საფრთხის წინაშეა. Sizin eder. აბა შეგეწოდება? თქვენ? Sonra bir tane öte heykeli var. იქ ცხენის ფიგურა იყო, რომელიც მისი შვილის გაკეთებულია. ძიამომთაზმა მითხრა, შენ ზუსტად ომერისნაირი ხელები გაქვს. Bugün ჯან, gittiğimiz yeri მამას ნუ babaya ეტყვის, söylemiyoruz, ადვიყავით, tamam mı? კარგი? Niye? რატომ? Üzülmesin diye. ხასიათს ნუ გავუფუჭებთ. Çalışıyor ya, ბევრი სამუშაო gelemedi აქვს. bizimle. სამწუხაროა, რომ ჩვენთან ერთად ვერ წამოვიდა. Kamil. კამილ, Adamımız. Gitxe. Orası biraz... ვერ ვურეკავ. Ramiz ვერც მას, ვერც რამის. Şebnem hazır. შებნემი მოიმზადოს. Tamam. კარგი. Ezel nerede? ეზელი სად არის? დარეგა, Birazdan gelecek. თქვა მალე მოვალო. Hastayım şu harekete Kamil. კამილ, შენ მე გამაგიჟე. როგორ უნდა მივხვდე რას გულისხმობ? რას მეუბნები, ყავა მოვადუღო? პიჯაკი მოვიტანო? მეუბნები რომ ეზელი მოდის? ამიხსენი რას ნიშნავს ეს? Of tamam. კარგი, ჩუმად ვარ. Ya sustum konuşuyorum ჩუმად ვარ. რა მოხდა თქვი? Affedersin. მითხარი. Şebnem. შებნემ. Telefon. დარეგე. Telefon. დავრეკო? Ha telefon. დავრეკო. Kamil. კამილ, Kimse bir şey söylemiyor. ამაზე არავინ ლაპარაკობს, მაგრამ Sen hala seviyorsun. გონი ეზელს დღემდე უყურს ეიშანი. შებნემ, საქმეს მიხედე. Bunu diyorum ya Kamil. მე კი მივხედავ საქმეს, მაგრამ ეზელი რას იზამს? Ama Ezel თუ კი ამ ყველაფრის მერე ისე უყურს ეს ქალი, şeyden sonra. რაღაც Hala მისტიკა. seviyorsun. როგორ გონი არ გადაიფიქრებს ბოლო მომენტში? Son anda vazgeçmeyecek. მითხარი. O kadın zehir. ის გველებით ქალია. Vardır öyle kadın. არსებობენ ასეთი ქალები. ისინი თვალებში გიყურებენ და გნუსხავენ. Onu arkalırsın. თუ გინდა გველს თავი წააცალო, თვალებში არ უნდა უყურო. სხვა შემთხვევაში დაკოპავს. Yoksa
Zehirlerse. მოვედით. მადლობა უთხარი ძია ეზელს. დიდი მადლობა ძია ეზელ. შენ მატარე ხოლმე იქ. არ გინდა მე გატარო? როგორ არ მინდა, უბრალოდ იქ მხოლოდ კაცები ვიკრიბებით. ასე არ არის ძია ეზელ. ჩვენ სამნი მაგრად გავერთეთ. წაგიყვანა ბერე. დედა არ წავიყვანოთ. ნახევ რა უცებ გასავლი ყველა. ერთად დავასრულებთ იმ ცხენს. ხომ დამეხმარები? ხო, კარგი, შევთანხმდით. შეგეჩვია. მე შევეჩვია. აბა რა სიტყვი? მაპატია. Affettirdin tabii. გაპატია. როგორ შემიძლია არ გაპატიო? Hep yanımda. შენ ყოველთვის გვერდით ხარ. Yani hep derken. ანუ გვერდით ხარ, როცა გვერდით ვარ, როცა დახმარება გჭირდება. Evet. ხო, İhtiyacım. როცა დახმარება მჭირდება. Açıkçası bir tek sen orada. მართალი გითხრა, მხოლოდ შენ ხარ ჩემ გვერდით. ამას მეგობრობა ჰქვია. Yarın konuşuruz. კარგი, ხვალამდე. ეშენ. ჩემი შემოთავაზება ძალაში რჩება. Ne teklif? რას გულისხმობ? ყავა დავლევთ ერთად. კარამელი გიყვარს? Bitti bile. მიყვარს. Ben söylemedim. ვეიდან იცი მე რა მიყვარს? ძალიან დაგვირებული ვარ. მაგალითად შევამჩნიე, რომ თითზე ბეჭედი არ გიგეთია. Unutmuşum. და მოვიწყდა. მგონი რაღაც ძველი ბეჭედი გეკეთა. Eskidir ama. ძველი, მაგრამ ძალიან ლამაზი ბეჭედი. Çok görmüş geçirmiş. იმ ბეჭედს დიდი ისტორია აქვს. მართლა. Mert'te bir ერთ მშვენიერ დღეს ის ბეჭედი მერტის გახდება. ეშენ. იცი შენ ბედნიერებას იმსახურებ. Bazen gerçek. ზოგჯერ მეჩვენება რომ თამაშობ. Hani böyle hepimizin ჩუმად შემოხვედი ჩვენს ცხოვრებაში და ასევე ჩუმად Bir წახვალ. bakmışız gitmişsin. უკვე ველაპარაკეთ ამაზე. ჩემი დახმარება თუ გჭირდება, არ სადარწავა. Söz mü? მართლა? კაცურ სიტყვას გაწვა. Sen çok tehlikeli bir adamsın Ezel. შენ სახიფათო კაცი ხარ ეზელ. Sana bakınca umut. იმეც მაძლევ როცა გვერდით ხარ. მე რესულია. Seni yükseltiyor. დღეს ასეთი ხარ, სხვა დროს გაბრაზებული თითქოს. შენში რაღაც გარდატეხა ხდება ხოლმე. შევეცდები გამოვსწორდე. Bakarsın. არაფერია. Bakarsın güzel. ყველაფერი კარგად იქნება, ხომ მეთანხმები? რა თქმა უნდა. Belki her şey. იქნებ ყველაფერი მოგვარდეს. Otel işi de. იქნებ სასტუმროშიც კარგად დაეწყოს საქმე. სასტუმროში ყველაფერი შესანიშნავად იქნება. Belki can da iyi. იქნებ ჯანმაც კარგად იგრძნოს თავი ომერის გვერდით. Mümtaz amcaların. ძია მომთაზის გვერდით. მათ კარგად გაუგეს ერთმანეთს. Bahar'a da bir şey არც olmayacak. ბაჰარს დაემართება რამე, ასე არ არის. არაფერი არ დაემართება. Belki de იქნებ მაპატია. ვინ? Belki იქნებ მაპატია. biliyordur ეს aslında. ხომ კარგად მეცნობდა. Ölürken მან görmüş. მაპატია. Affetmiş. მინდა მჯეროდეს რომ მაპატია. Ne olur affet. ეს შესაძლებელია. Olmaz mı? მინდა მჯეროდეს რომ მაპატია. Ne olur affetmiş olsun.
ო, შესაძლოა გაპატია. ჯენგიზი? ჯენგიზი. ეშენ. Gelme. არ წამოხვიდე. Sakın არ მინდა, კარგად ვარ. Yok bir şey. კარგად ვარ. Gider misin? დადი, კარგად ვარ. ჯენგიზი ასეთია, დიდი არაფერი მომხდარა. Benim de var. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. Önemli bir şey. მართლა გეუბნები, ამას მნიშვნელობა არ აქვს. Gerçekten. მე ვიცნობ ამ გოგოს. Biliyorum ben. კარგად ვიცნობ. Gider misin? დადი, გეხვეწები. არ წავა. შენ ჩემი დახმარება გჭირდება. Yok sana. არა, არ მჭირდება. Yok sana. არ მჭირდება შენი დახმარება. წნერად. წნერად მე აქ ვარ. ო, ახლა აქ ვარ. ნეტავ შემეძლოს დაუყოვნებლივ დაუსვა წერტილი ამ საქმეს. დაუყოვნებლივ დაუსვა წერტილი. და ყველაფერი სისხლით შეიღებოს. ერთი დარტყმით შეიძლება ყველაფრის დამთავრება.
და ახლა დატკბეს გამარჯვება. დრო ყველაფერს გააცამტვერებს. ყველანი იმ ქვეყნად წავალ. მაგრამ მოღალატეებს ამ ქვეყნადვე მიეზღვებათ. ზოგჯერ სიკეთის ნაცვლად ბოროტების სახეს ხედავ. ის ვინც ჩვენგან ისწავლა ახლა თავად გვასწავლეს. ასე. ყველაფერი სწორი. ასე. ვინც ჩვენგან ისწავლა ახლა თავად გვასწავლეს. ასე. რას ბუტბუტებს? თავის თავს ელაპარაკება. ვიღაც გიჟია. ასეთი ხალხის უნდა გეშინოდეს. უნდა გეშინოდეს. ძალიან გონიერი ბიჭია მელიხა. ისი როგორ მუშაობდა იარაღებით? ყველაფერს მეკითხებოდა. უნდა რომ ყველაფერი ამეხსნა. როცა მიდიოდა, ყველაფერი მიალაგა. ძალიან კარგი ბიჭია. მუშაობას მიჩვეული არ არის, ალბათ დაიღალა. არა, საერთოდ არ დაღლება. მიზან დასახულია აშკარად ეტყობა მიუხედავად ასაკისა. თავიდანვე თუ ასწავლის კაცი. მოდა ასწავლე. ოსტატი არ ხარ. ვასწავლი კიდეც მელიხა. ოღონდ ამას დრო სჭირდება. ყველაფერზე მეკითხებოდა, ეს რა არისო? ნელ-ნელა ყველაფერს ისწავლის. თვალის დახამხამებას ვერ მოვასწრებთ უკვე ეწოდინება ხეზეჭრა. როცა სასწავლი აღარაფერი იქნება, მერე აქეთ მაჩვენებს მე. და თვალებზე შევატყობ, რომ ამაყი იქნება ამით. ზოგჯერ ბრაზობ, მაგრამ საერთო ჯამში ამაყი ხარ. ყველა ეუბნება გეტყობა, რომ ეს საქმე ძია მომთაზმა გასავლაო. შენი შვილი ოსტატი გახდა. მან გაჯობა. შენი შვილი კარგი ადამიანი დადგაო. კარგი ადამიანი დადგაო. კარგი ადამიანი. შვილო. გემრიელად მიერთვით.
რუჩარი 2002 წელი. და რა გეძიესთან? გააგრძელე რეკვა. რამით უკმაყოფილო ხარ? არა. ჩვენ ნელ-ნელა ვახორციელებთ ჩვენს გეგმას. მაგრამ ეს ისეთი რთულია, კამელ. არ ვიცი როგორ შევძლებ ამას. დღეისთვის მარა. სახლში წავიდეთ. არა, მე ჯერ არ დამემთავრებია საქმეები. ნუ ნერვიულობ. ახლა კარგად გავერთობი. ეს რა არის? გოლფის მოედანი. რა შეჭირდება სასტუმროს ეს? ან იქნებ შეჭირდება და მე არ მესმის. შენ ბევრი რამე არ გესმისალი. უმისმინე, აჯობებს ამ ადგილზე სათამაშო დარბაზი ავაშენოთ. პარტნიორო, მოდი. ხედავ, ამ დრომდე ვმუშაობ. როგორ მიდის საქმეები? კარგად, მოდი. სწორედ ახლა ველაპარაკებოდი ჯენგის სათამაშო დარბაზზე. გავის გამები, მდიდრული ინტერიერი. ფულს ნიჩბებით მოვხვეთ. ეს მილიონჯერ აჯობებს შენი გოლფის მოედანს. აბა რა სიტყვი? შეიძლება დავილაპარაკოთ. რა თქმა უნდა, პარტნიორო, გისმენ. პირისპირ. თუ ეს შეუძლებელია? არა, რატომ არ შეუძლებელი? ალი გთხოვ ერთი წუთი დავტოვე. ოღონდ ახლა არ მითხრა რომ გადაიფიქრე. ვერ ნახე ალი რა გახარებულია. ჯენგიზ. მომისმინე. ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული სამყაროა. ჩემსავით კარგად არავინ იცნობს ამ ორ სამყაროს, ნუ ნერვიულობ. ეს პროექტი არ გავს კვიპროსისას. აქ მუდმივად სააშკაროზე ვიქნებით, აქ თითოეულ ჩვენს ნაბიჯს გააკონტროლებენ. ყველაფერი კანონიერად უნდა იყოს. ნუ რა თქმა უნდა. ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ამ საქმეს მე და შენ მივხედავდით. და კიდევ მინდა ერთ რამეში დარწმუნებული ვიყო. რაში? ყველაფერს, რაც აქ ამ სამყაროშია, აქვე დავტოვებთ. აქედან არაფერს არ წავიღებთ ახალ სამყაროში. რას? გარც, იერახს. ეს ცუდად დაგვახასიათებს. არ იქნება კარგი ახალი სამყაროს წინაშე უხეში და უღირსის სახით გამოჩენა. ანუ როგორიც ბატონო ალი. გადი. ალი გაუწონა სორებელი ტიპია, მაგრამ გჭირდება. დარწმუნებული ვარ, შენ გჭირდება ჯენგის. მე არ მჭირდება. ნაბიჯვარი. საიმედოკაცია. შემიძლია ვენდო. სამაგიეროდ მე არ შემიძლია. ნაბიჯვარო, რა თქმა უნდა არ მენდობი. რატომ მე ბღაუჭები ასე? არის რამე რაც არ ვიცი? რამე საიდუმლო გაკავშირებ? არა. მაგრამ ის გარეშე არაფერი გამოაესა. ეს კაცი გჭირდება. ოჩახსმო. მეიღე იდიოტო. მეიღე? ეს შენი ბოლო სიტყვა ჯენგის? მე მეგონა ერთად ვიმუშავებდით. რა თქმა უნდა. ჩვენ ორნი უნდა ვიყოთ ჯენგის, მის გარეშე. ალისთან კავშირი უნდა გაწყვიო. მასთან მუშაობას მიჩვეული ხარ, მესმის რომ ეს რთული იქნება. შენ აბიჯვარო. მე და შენ ერთად დიდ სიმაღლეებს დავეპყრობთ. უნდა გავთავისუფლდეთ მისგან. ახალ სამყაროში ალის ადგილი არ არის. მართალი ხარ, მაგრამ ჯენგის მესმის შენი, მაგრამ მასთან მეგობრობა არ გჭირდება.
ამას იმიტომ გეუბნები, რომ სიკეთე მინდა შენთვის. თუ ალისთან ერთად რჩები, მაშინ უჩემოდ გააგრძელეთ. თუ მას ირჩევ, მითხარი. არ მინდა ტყუილად დავკარგო დრო. თქვი რამე ჯენგიზ. ხმა მოიღე. თქვი რამე. ვერ გიცმაო. ასე იყოს. ღმერთმა დაგწყევლოს. ღმერთმა დაგწყევლოს. ღმერთმა დაგწყევლოს. როგორ მიდის საქმე? ვიცი რასაც აპირებ. ეს ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ კი ერთად ვართ ტუალეტში. იცინე. მე აღარ ვაპირებ თამაშის გაგრძელებას. ანუ ჩემს პროვოცირებას ვეღარ მოახერხებ. ვერაფერს დამიშავებ. აღარ ვარ თამაშში. შესანიშნავია. შენ არც არავის დაუპატიჟები ხარ. შენ რა ვერ მიხვდեմ? არაფერს არ მოგცემ. მართალი ხარ, არაფერს არ მომცემ, იმიტომ რომ არც არაფერი გაგაჩნია. ირჩევ ჩემი გეშინოდეს. მას ვისაც არაფერი გააჩნია და საკარგიც არაფერი აქვს. ვიცი ეს თუ არა? შენ არაფერი გაგაჩნია, მაგრამ დასაკარგი მაინც გაქვს რაღაცალი. შენთან ანგარიშის გასწორებას რომ ვაპირებდე, ალი, წაგართმევდი იმას, რაც ყველაზე ძვირფასია შენთვის. ახლა შენი ეშინიათ. ახლა შენ გემორჩილებია. შენთან ანგარიშის გასწორება რომ მინდოდეს, შენს მარწუხებს წაგართმევდი. იმის გარეშე არაფერს არ მოადგენ. ერთადერთი რაც შეიძლება დაკარგო, პატივისცემაა. აღარავის ექნება შენი შიში, აღარავინ დაგემორჩილება. შენი ბედი არავის ააღელვებს. წარმოიდგინე რა უმწეო, სუსტი, უძლური იქნები. ამას პირდაპირ გეუბნები. ახლა იცი რა პერსპექტივაც გელოდება. ახლა უკვე იცი. მზად იყავი ყველაფრისთვის ალი. მაგრამ მე არ მაქვს შენთან ანგარიში გასასწორებელი, ასე რომ დამშვიდი. ვინ ხარ? რა იყო, ვერ ხედავ? მე ვარ ის, ვისაც ყველაფერი აქვს. მაგრამ არაფერი აქვს დასაკარგი. რატომ წამოხვედი? საქმე მაქვს. უნდა ვიმუშაო. იმ სტატიის გამო ხარ ასე? არა დედა. მე უკვე ეს საქმე დავხურე. როგორ? შენ არ გინდოდა? მორჩა. გადავიფიქრე. თუ რამე დაგიშავეს?
ისე არ მიატოვებდი ამ საქმეს. და გემუქრნენ მერტ. და გაშინეს არა. არა დედა, ჩემთვის არავის არაფერი დაუშავებია. მე თვითონ გადავწყვიტი ასე. აღარ შემიძლია დედა. დავიღალ. არ გიშვილ. კარგი. ასე ჯობია. დაუჯერე დედას. ჩვენ ვიცით სიმართლე. დანარჩენებიც გაიგებენ სიმართლეს ადრე თუ გვიან. ყველა გაიგებს სიმართლეს. ამის დროც მოვა. რა გითხრა ეზელმა? ისეთი არაფერი. იდეები გამიზიარა. შენ რა უთხარი? უთხარი მოვიფიქრებ მეთქი. როგორ მიდის საქმე პარტნიორო? კარგად. შეხედე ახლა ყველას ვაჩვენებთ კლასს. ზოგი ამბობს რომ ისი კარგი კაციაო, ზოგი კი ამბობს ცუდი კაციო. სასტიკი მკაცრი ადამიანია. სხვა ვერაფერი გავიგეთ მის შესახებ. ადექი. აბა ვნახოთ. ეს ახალი დასტა. Alo. Tamamdır. Yargı moyiqvanეთ. Benimle geliyorsun. Samomqevidziya. დარწმუნებული ხარ? Gidelim. Წავედით. Çocuklar aradı. ბიჭებმა დარეკეს. ამბობენ ის მოვიყვანეთ, ვინ ჩვენ გაინტერესებსო. არაფერს ამბობს, ამიტომ მე თვითონ მივალ და ვათქმევინებ ყველაფერს. ნებართვას იღებ ჩემგვე. ნებას გაძლევ, წადი. არა, შენ სამოდი გაერთობი. ის ნაბიჯვარი ბებერი. შეიძლება იცნობ კიდეს. რამიზი. რამის კარაისკი. იცნობ?
Tanımıyorum. არა არ ვიცნობ. სამწუხაროა. Yazık, kimsesi yok. არავინ არ ხავს. Hani başına bir şey რამე რომ მოუვიდეს, ცხედარის წამღების კი არავინ ხავს. ცოდო არა. Dünyayı salla. იყო კაცი, აღარ არის კაცი. Taşının adını Orçun. olmasın. Suçu ne? მაინც რა დააშავა ასეთი? რა დააშავა? Benden bir şey ბევრს მიმალავს. Sen hiç iyiden ოდესმე გინახავს დამსჯელთა რაზმი. tek kişi. ჯგუფი, რომელიც ერთ კაცს ხრեց. ეს სანახაობა სუსტი ნერვების ადამიანებისთვის არ არის. Güç dediği ამას odur işte. სუსტი ადამიანები ვერ უძლებენ. Bana niye? რატომ მეუბნები ამას? არ გიშინია? Arkanda tanık მე ხომ vermekten korkma. მოწმე ვიქნები. Tanık ამ წუთში მოწმეები არ მაღელვებს. Suç ortağı. ამ წუთში დამნაშავე მაინტერესებს ეზელ. Bekle. მოიცადე, Ben de sen. მეც მოვდივარ. Belki იქნებ საწყალი ბებერის სიკვდილს გადავარჩინო. Sanmam. არ მგონია. Ama gel bak. მაგრამ წამოდი. Bakarsın bizde. ნახავ რას ვეძახით პარტნიორობას. Sakın. არა, Bir şey söyle. არ ღირს მისთვის ამის თქმა. Bu da bizim sırrımız. ეს ჩვენი პატარა საიდუმლო იქნება. Şeyde olan გადათა გულვანას თამაშისთვის დაგვიშოვე, ოჩახ. ერთგულებას ნოევი, საყვარელი ადამიანისგან, რომელსაც გული ადგენენ. ერთგულება ნიშნავს, რომ იყო იქ, სადაც საჭირო ხარ, იქ, სადაც შველა შეგიძლია. სიამოვნებით დავპატიჟებდით იმ ადამიანს, რომელმაც თავი გამოიდო შენს დასაცავად, მაგრამ აქ ცოტა ადგილია. ერთმანეთს გაგაცნობთ. ძიერ რამიზეს ეზელია. ეზელ ეს ძიერ რამიზია. Konuş dayı. აბა გისმენ ძია. მოყევი რა იცი ომერის შესახებ. რა უნდა მოგიყვე ომერის შესახებ? არც არაფერია მოსაყოლი. ომერი უბრალოდ ბიჭი იყო, მიმდობი. გულუბრყვილო იყო. ომერს მოუწყვეს ყველაფერი. ომერს უღალატეს. თავიდან მოიშორეს. როგორც უარგისინივთ, რაღა დარჩებოდა ომერისგან. აბა, რა გიამბო? რა? მოსაყოლი არაფერია. თქვი, რაც იცი ძია. ომერი ახლა აქ რომ ყოფილიყო, თავს ვერ შეიკავებდა. გეცემოდა და ტყვიას დაგახრიდა ჩემ მაგივრად. ომერის ნაკლი მისი ერთგულება იყო. ომერი ძაღლივით ერთგული იყო იმ ადამიანებისა, ვინც უყვარდა. ამიტომაც მოკვდა. Neler dedi sana? რა იცი მისგან? Neler anladın? რა გითხრა? ყველაფერი რაც ომერმა მიამბო, ჩემთან ერთად დაიმარხება მეგობარო.
ეზელ. შენ გონია გაიგე როგორი კაცი ვარ. ბანკში ფული გაქვს, ამიტომ გონია რომ მიხვდი მე რა კაცი ვარ. სწორედ ესაა იმ ხალხის პრობლემა, ვისაც ფული აქვს. მათ გონიათ რომ ყველაფერს ხედავენ და ყველაფერს ხვდებიან. შენ არ იცი მე რა კაცი ვარ. ვერც მე გავიგე შენ რა კაცი ხარ. ჯერჯერობით. ჯერჯერობით, მაგრამ დღეს შეგვიძლია გავიგოთ სინამდვილეში ვინ არის. და იცი ყველაზე კარგად როგორ შეიძლება ამის გაკეთება. ამას გაჩვენებ. მიბრძანე. მიდი მიბრძანე. მხოლოდ სულის ამოხდა საკმარისი არ არის. შეძლებ ბრძანების გაცემას. ეს ადვილია მხოლოდ ერთი სიტყვა. ესროლე. მიბრძანე თორემ მოვკლავ. მიბრძანე მეთქი და გაიგებ რა კაცი ვარ. მიდი ეზელ. თქვი. მიბრძანე მეთქი. მიბრძანე ეზელ. Hayır. Ara. Sen bilirsin. შენი საქმე შენიცი. Ama emri versen de vermesen. რაც არ უნდა თქვა ეს კაცი მაინც მოკვდება. ბრძანებას თუ გასცემ, გაიგებ მე ვინ ვარ. Eğer emri verirsin. ამ ბრძანებას თუ არ გასცემ. Sen benim kim ამ ბრძანებას თუ არ გასცემ. Ama vermezsen. მე გავიგებ შენ ვინ ხარ. Ben senin kim olduğunu anlarım. Ateş et. Esrol'ün. Ne dedin? რა თქვენ? Vur ona. Esrol'ün, midi, mokari. ერთი ამას უყურე. რა გულუქვაყოფილ ხარ. Ben bırakacaktım ihtiyar. ამ ბებერს გავუშვებდი, მაგრამ Madem emri verdin. შენ რადგან ასე თქვენ? Dur kardeş. Moitsade. Minda bolo istorija giambo. Deli misin sen? შენ რა გაგიჟდიძია? Hikaye Hasan Sabahis istorija. Bilir misin Umitsi. Hasan Sabah? Hasan Sabahi. Daha iyi. Gide ugetes. Hasan Sabahi ხანში შესული კაცია. თაზეზის სულთანი მისი მტერია. ერთხელ სასახლეში შიკრიკი მივიდა. არა, ასე არ გამოვა. ეს ძალიან გრძელი ისტორია, თანაც აქ მყოფთაგან ზოგს უკვე ბევრჯერ აქვს მოსმენილი. მოდი ამ ისტორიის დასასრულს მოგიყვები. Ne oluyor lan? რა ხდება? ახლა ბოლოს და ბოლოს მიხვდი, მე ვინ ვარ? გავცე ბრძანება თუ არა? აჯობებს გავცე არა, ძმობილო? არაფერი არ გამოვა. არა, არაფერი გამოვა. Orası belli olmaz. ჯერ ადრეა დასკვნების გაკეთება ძია. იქნებ კმარა. კარგი, მშვიდობით. მშვიდობით. Ne oluyor lan? რა ხდება აქ?
Ne oluyor lan? ეს Ne oluyor lan? რას ნიშნავდა ეს ყველაფერი? Bunu mu arıyordun? ამას ეძებ? ეიშან, Ne yalan söyleyeceksin? რატომ არ ამბობ სიმართლეს? რა გაქვს ჩაფიქრებული, როგორ გაბედე ჩემი ღალატი? დაწყნარდი ეიშან გთხოვ. ეიშან. ეიშან, Nasıl birisi? რა კაცი ხარ? გამაგებინე რა ადამიანი ხარ? ეიშან, მე ჩვენზე ვფიქრობ. ვფიქრობ იმაზე, რომ კარგად ვიყოთ. მხოლოდ ჩვენზე ვფიქრობ. ესე იგი ჩემზე ფიქრობა რა? რა თქმა უნდა, შენზე და ჯანზე. არ გაბედო მისი სახელის ხსენება, არ გაბედო. მომეცე. Çekil! ახლოს არ მოხვიდე. Kuma bana yaklaşma! ეიშან, შენ რა გაგიჟდი? გავგიჟდი. Anne. დედა, Can yukarı çık. ჯანზე ვითადი. Yukarı çık dedim. გითხარი ადი მეთქი. დედა, Dokunma çocuğa. არ მიეკარო ჩემ შვილს. ჩემი შვილიც არის, მარტო შენი არ არის. შენი ამ სახლში არაფერი არ არის. Ezeli evine bırak. Sonra ეზელი სახლში მიიყვანე და დაბრუნდე. სალაპარაკო მაქვს შენთან. Ezel. ეზელ, Orada yapmam gerekeni yaptım. მე გავაკეთე ყველაფერი, რაც საჭირო იყო, მაგრამ ჩვენ შორის არაფერი შესრულება. გამეფრთხილებინე, Bana izin ამის ნებას არ მომცემდი. Benim oyunuma benden შენ ჩემს თამაშს თამაშობ ისე, რომ საქმის კურსში არ მაყენებძია. შენთვის ვეჯობდა ასე, ვიცი, რასაც ვაკეთებ, ნუ მეჩხუბები. ამის გაკეთება აუცილებელი იყო, რათა შენთან დაკავშირებული ეჭვები გაგვეფანტა. Dayı, ძიე მომისმინე, o değil. შენ Sen... Ben bir yol... ეს ჩემი ცხოვრებაა. Ama giderken... მე ვკარგავ ყველას, ვინც ძვირფასია ჩემთვის. შენ ვეღარ დაკარგავ. Korkmaya. ნუ გეშინე, არ დამკარგავ, პირდები. Sana söz პატიოსან სიტყვას გაძლევ. Tevfik, თეოფიკ, dayıyı geri მისი çevirmek გადარწმუნება zorundayız. შეუძლებელია. Ama bu işi... მაგრამ თუ ერთად ვმუშაობთ, უნდა გენდობოდე. Güvenmem gerek. სხვაგვარად არ შეიძლება. Bir kere soracağım. უკანასკნელად გეკითხები, შემიძლია გენდო? Sana güvenebilir miyim? Güvenebilirsin abi. შეგიძლია მენდოს მამა. Bana güvenebilirsin. შეგიძლია მენდო. Sen შენ daha mı iyisin? შენ გონია ჩემზე უკეთესი ხარ? საშინელი ადამიანი ხარ, საზიზღარი. მაგრამ შენ გონია გვიყვარ ხარ? არა, გვეშინია შენი. გვეშინია რომ რაღაცას დაგუშავებ. ყველას გვეშინია მე ჯანსაც. რა დაგიშავე, მიპასუხე. შენ მოკალი. შენ მოკალი ომერი. Can, ჯან, Can. ჯან. კასეტა. Kaset nerede? სად არის კასეტა? ჯან? Kapı. კარგია. ჯან. Sadakat ya birine doğru... ერთგულება ეს არის ვიღაცასთან გაქცევა ან ვიღაცისგან გაქცევა. ჯან. Can. ჯან. 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 Sadakat ერთგულება სინამდვილეში სათნოება არ არის. sevgiden ადამიანების სიყვარულის გამო ბრმავდებიან. სადაც არ უნდა გარბოდეს ადამიანი, eninde sonunda ერთგული ადამიანების გარეშე მაინც არაფერი გამოდის. თუმცა მაინც დაფიქრდით კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ რაც ერთგულებით იწყება, ღალატით მთავრდება.
ჯან 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 არ გინდა არ გინდა შვილო მე ამას ცეცხლში ჩავაგდებ. ჯან მოიცადე ეგ არ გააკეთო მაგას ცეცხლში თუ ჩააგდებ არასდროს აღარ დაგელაპარაკები ისედაც არ მელაპარაკები შენ აღარ გიყვარ ვარ. რას ამბობ ჯან რა თქმა უნდა მიყვარხარ მოდი ჩემთან მოდი დედა უთხარი რამე იშან ჯან შეხედე დედა მოვიდა წამოდი სახლში წავიდეთ ნუ მატყუებ. იციოდეს მე გაშორდებით ერთმანეთს, მაგრამ ამას თუ აქ ჩავაგდებ, სულ ერთად იქნებით. იშან უთხარი რამე ჯან ისროლე ცეცხლში ისროლე ეგ ჯან ჯან ჯენგის ჩვენ მივდივართ. კარგი წადით დაგეწევით ჯენგის ჩვენ მივდივართ. იშან 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 არ წახვიდე გეხვეწები არ წახვიდე იშან მე ეს თქვენთვის გავაკეთე მე ეს თქვენთვის გავაკეთე ჩვენი შვილისთვის გავაკეთე იშან გეხვეწები არ წახვიდე იშან ჯან არ წახვიდე მამა შვილო შენ მოგდი ძმაო შენ მოგდი რათა ჩვენ გვეცოცხლა შენ მოგდი მოგდი რათა ჩვენ რომ ვინ ხარ აქ როგორ შემოხვედი როგორ ხარ ალი მარწუხო კარგად შვენივრად ომერ შენ თვითონ როგორ ხარ კარგად ძმაო მე მოვკვდი ძმაო ოღონდ მინდა რაღაც გითხო მიდი მკითხე რატომ მომკალი ყველაფერს მივხვდი შენ ჩემი ძმა იყავი რატომ მომკალი ყოველთვის შენ მიცავდი განა ასე არ იყო გიცავდი შენ ჩემი ძმა იყავი ასე არ იყო როგორ შეძელი ჩემი მსხვერპლად შეწირვა განა საკუთარი თავი არ შეგზიზღდა რატომ მომკალი რატომ ძმავალე შენ მოგდი რა გინდა გასროლის ხმა გავიგონე და გამოვარდი აქ ამ დროს რას აკეთებ?
გარეთ ვიყავი ის ხალხი, მე თქვენ გამოუნერვიულობდი. ვერ შემოსულ უფრო უცნაური ამბები ხდება. ყველას რაღაც ფიქრები აქვს თავში. ვის უნდა ვენდო? შეგიძლიათ მე მენდოთ ბატონოვარი. შენობით მელაპარაკე. ახლა გითვალებში შემომხედე და სიმართლე მითხარი. შეგიძლია მე მენდო. შეგიძლია მენდო. ვინ არის ის რამიზი? მასთან იყო ხალხი, რომელიც ერთი წელი მუშაობდა ჩემთან. რა უნდა ჩემგან? რა უნდა იმ ნაბიჯვარს? ამას რაღაც კავშირი აქვს ომერთან. ომერი, ახლა თავი გამისკდება. ალი მარწუხო, ასე დამიძახა. გავიგონე როგორ თქვა ალი მარწუხო. ვერ გავიგე. ის ფიქრობს, რომ რაღაც კავშირია შენსა და ომერს შორის. რადგან ომერი გაახსენდა, ესე იგი ალისთან საქმეს ომერი დაასრულებს და არა მე. მინდა სახლში ლამაზი ზამთრის ბაღი მქონდეს. სიამოვნებით მოვუვლიდი ყვავილებს, სახელებსაც დავარქმევდი. ულამაზესი ბაღი მექნებოდა. რა სიტყვი? მაგრამ ამას დიდი დრო დაშირდება. არა უშავს. დრო საკმარისად მაქვს. იძი რა აზრი მომივიდა? ტიბეტში მინდა წასვლა. წამოხვალ ჩემთან ერთად. ამბობენ, რომ ამ დროს იქცივა. თბილად ჩავიცვამთ. უკვე დავწერე სიარისი გაკეთება მინდა. თვითმფრინავის მართვა და პარაშუტით ფრენა უნდა ვისწავლო. იმედია პარაშუტის გარეშე გადმოხტომის იდეა არ შეგაწუხებს. შენ რა, დამცინი? უბრალოდ ვაცნებობ. მე საქველმოქმედო ფონდს გავხსნი ავადმყოფი ბავშვებისთვის და ბევრ მათგანს გადავარჩენ. საკუთარი შვილები არ გინდა? რა საკვირველია მინდა? მინდა სამი შვილი მყავდეს. სუ, ადეში და ტობრაკი. ისინი გულს გამიხარებენ. საკუთარი რანჩო გვექნება. ბევრი ცხოველები გვეყოლება. იქნებ მათაც დავარქვათ სახელები. მე არ ვარ შენ ცხოვრებაში. შენ? არა. შენ წახვედი. გახსოვს შენი სიყვარული? მასთან წახვედი. ბედნიერი ვარ? არა, ნანობ. სულ იმეორებს სად არის ბახარი? სად არის? მეძებ, იმიტომ რომ მე ერთადერთი და განუმეორებელი ვარ. ხომ სიმართლეა? თუ ასეა რატომ წავედე? იმიტომ რომ შენ დამღალე. მე თვითონ მოვიდომი ასე. გასაგებია? მე გითხარი. ჩემთან ყველაფერი კარგად იქნება მეთქი, რომ არ გენერვიულა. შენ მომისმინე და წახვედი. მაგრამ ძალიან გენატრებოდი. აქ მოდიოდი ხოლმე. ოცნებობდი როგორც ახლა. შევთანხმდით? ბაჰარ. მითხარი, კარგი თქო. თუნდაც ასე არ იყოს. მაინც მითხარი. შენ არასდროს მოგიტყუები ვარ, მაგრამ ახლა თქვი ტყუილი ჩემი გულისთვის. ტყუილის თქმას არ ვაპირებ, თუნდაც მოინდომა, მაინც არ წავალ. ჩვენი თამაში გააფუჭე. მომბეზრდა შენი თამაშები. ხომ შევთანხმდით, რომ თამაშს მოვჩებოდით? შევთანხმდით, რომ ერთმანეთს სიმართლეს ვეთყოდით? თუ ასეა, შენ დაიწყე. მოგბეზრდა და მიდიხარ? თქვი, ნუ ხარ ჩუმად. ეს რა მაგლდა? ახლა ამასთან უნდა ვიბრძოლო? არ აპირებ? არა, არ ვაპირებ.
დღეს ვარ, ხოლ აღარ ვიქნები. რა უთხრა ამ საწყალ გოგოს? მოატყუე. ჩვენ ხომ ამას შურის საძიებლად ვაკეთებთ. არ გესმის ჩემი კამილ. შურს აუცილებლად ვიძიებ, მაგრამ საბოლოო ჯამში მას გულს მოუკლავ. თუ დავეხმარები, ეს კიდევ უფრო ცუდი იქნება. ეს გოგო კვდება, ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს. ესე იგი სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ. სასწრაფოდ უნდა გავაკეთოთ ის, რაც გასაკეთებელია, რომ ამ გოგოს რამე არ ვავნო. თეოფიკი უთვალ თვალებს არის? ხო. თუ ასე ამ საღამოს არის მივხედავთ და ტყუის გარეშე მოვაგვარებთ ყველაფერს. დანარჩენებს არ ვუშვები. ნელ-ნელა ყველაფერს ვაგვარებ. ეიშანი აუცილებლად მოვა ჩემთან. კარგად ვიცნობ. მისთვის აუცილებელია რომ ვიღაცას მოსწონდეს. უნდა რომ ის უყვარდეთ. და სადამდე შევტოპავთ? აჯობებს ეკითხო, ისინი სადამდე შეტოპავენ. ესენი ვინ არიან? ომერის მშობლები? რა საშინელება? რა იყო, რაზე ლაპარაკობთ? მომთაზ მითხარი რა ხდება? მომთაზ? მომთაზ რა მოხდა? მომთაზ? მომთაზ? ჩემი ძმა მკვლელია. რა მოხდა? მომთაზ, შენ გეკითხები. მომთაზ. ამას თვალი არ მოაშორო. ეს საქმე სხვაგან აკეთეალი, აქ იარაღი აღარ დავინახო. თვალები და ხუჭე. სანადიროდ გავდივართ. რა დააშევა საბრალო ცხოველმა? ჩემს ტერიტორიაზე შემოვიდა. ამას ჩვენ სათამაშო ბიზნესთან რამე კავშირი აქვს? მოგვიანებით გავიგებთ. ვიცადე შესანიშნავი ახალი ამბავი მოვიტანე. მერტმა სტატია გამოაქვეყნა. ეს ხომ შესანიშნავია? უმერმა ისევ გადაგვარჩინა. რაღაც წერილს ახსენებს, უმერმა წერილი მოსწერა. ეს წერილი ჩვენი საგარანტიო წერილია, უმერის აღსარებაა. მისი საკუთარი ხელით არის დაწერილი. მან ისევ გადაგვარჩინა. მოკეთე. რა? არა, შენ არ გეუბნები. ეს რატომ გააკეთა? წვენოდა. რისი, მას ხომ არაფერი ჩაუდენია. შენ არ გწვენია იმის, რასაც აკეთებ. გწვენია, როცა სხვები ფიქრობენ, რომ შენ გააკეთე ეს. თვითონ დაფიქრდი. კვლელს არ სვენია, მაგრამ სირცხვილი აქცევს ადამიანს კვლელად. ჯენგის. შენ რა იცი ეს იდიოტო? ეს კარგი გაკვეთილი იყო შენთვის. რა გაკვეთილი? ის რომ შორს უნდა ვიყო მათგან, ვისაც ვუყვარვა. ცხოვრებაში არსებობს მომენტები, როცა რაღაც უნდა გააკეთო. მაგრამ ეს რომ გააკეთო, ამისთვის მარტო უნდა დარჩე. მარტო. გესმის ჩემი. მაშინ მითხარი ძია. როგორია იცოდე იმდენი, რამდენიც შენ იცი და იყო სრულიად მარტოსული. ძმისშვილო, განა მარტოსული ადამიანი ვინმეს უამბობს თავისი მარტოობის შესახებ. არა, არ უამბობს. მარტოობა სამიერი ადამიანის ცხოვრებაში. ამის გაგება ასე ადვილი არ არის. მარტოობა ეს დიდი სიცრუეა. მარტოობა ბოჭავს ადამიანს. მარტოობას ვერავის გაუზიარებ და თუ გაუზიარებ, ეს უკვე აღარ იქნება მარტოობა.
მალე ისინი აქ იქნებიან. ეს ბოლო გაკვეთილია. გისმენძი? არა. უკვე ჩავლილია დრო, როცა გასწავლიდი. მოსწავლე მასწავლებელი გახდა. პირიქით, მე გისმენ, ძმისშვილო. თქვი რა ვქნა მასწავლებელო? თქვი. ძია? გისმენ მასწავლებელო. თქვი რა უნდა ვქნა? თქვი. უნდა წახვიდე. რატომ? ალი დაგდებს. უკვე მოაგნო შენს კვალს. ალი თავს აღარ დაგანებებს, მოგაგნებს. და თუ მომაგნებს? შენ თუ მოგაგნებს, მეც მომაგნებს. თქვი გისმენ? საფრთხეში რომ არ ჩამაგდო უნდა გაქრე. Ortadan kaybolman gerek dayı. ძია? İçimden bir ses. გული მეუბნება, გააგრძელებ. ძმისშვილო, ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა რაღაც უნდა გააკეთო. მაგრამ ეს რაღაცა აუცილებლად მარტომ უნდა გააკეთო. ძია, ჩვენ უკანასკნელად არ ხვდებით ერთმანეთს. გესმის? კი. Çıkın. Წადე აქედან. Çıkın! წადით. Sandığı ortaya çekmişler. შუა ოთახში დატოვეს ზარდახშა. Bana bırakmış. ჩემთვის დატოვეს საჩუქარი, ჯანდაბა. Hediye. კარგი ასე იყოს. შენ ვერ ვნახავ მე, მაგრამ შენ მუდამ ჩემი მხედველობის არეში იქნები. გრძელი გზა აირჩიე. სადაც გინდა იქ წადი. ოღონდ იცოდე საბოლოოდ მაინც ისე ვიგდაბრუნდები, საიდანაც დაიწყე.
სტამბოლი 1997 წელი. ესეც ასე. ბატონო, გილოცავთ იახტის შეძენას. თუ შეიძლება აქ მომიწერეთ ხელი. ეს რა არის? ეს გადახდის საბუთია. გადახდის. ეს გადახდის ქვითარია. ნელ-ნელა უგან რატომ იხევ? მიტრიალდი და წაიგუზე. მოგიძერ ხელს. რა კი ასეა საჭირო მოგიძერ ხელს. გამომართვი? ბატონო, გირეკავენ. მოდი, დღეს ხასიათს ვერ გამიფუჭებ. მოდი აქ. სურათი გადამიღე. რამდენიმე ფოტო სამახსოვროდ. კაპიტანი ალი გისმენთ. ვინ ხარ? აზიზი. აზიზიეს ციხიდან? მაინც ვინ რეკავს? შემაერთე. წადით აქედან. ალი. ომერ. ომე ვარ ძმაო. როგორ ხარ? რატომ ხარ ჩუმადალი? არ გაგიხარ და ჩემი ხმის გაგონება. ალი, რატომ ხარ ჩუმად? გწვენია. შენთან დალაპარაკება მინდა. ვის მოუყვე, რასაც ვფიქრობ, შენ თუ სხვებს? ალბათ ვაჟკაცობა არ ყოფნის საიმისოდ, რომ თვალებში შემომხედა. ჩუმად ხარ ძმაო ალი? მოდი. გელოდები. ძმაოვალე, შენ ჩემი ძმა ხარ. დაგიძახე და მაშინ ვიაკ გაჩნდი. შენ ჩემი ძმა ხარ, შენი წყალობით ვისწავლე ჩხუბი. შენ მასწავლე რა არის ვაჟკაცობა. შენ მასწავლე ადამიანს თვალებში უნდა უყურო. და სიმართლე უთხრა მაშინაც კი როცა გეშინია. მაშინაც კი როცა გრცხვენიაო. შენ მასწავლედი სიმართლის თქმას. შენ გააკეთე ეს? შენ გამყიდე. ო. ძმაოვალე, შენ მე გამწირე. კი, მაგრამ ეიშანი როგორ აღმოჩნდა ამ საქმეში? ეიშანი ვინ ჩაითრია? ჯენგიზმა არა. იმანაურია დავგზა. მან აიზულა ეიშანს არა. ასეა. ო, ასეა. ჯენგიზმა. სველს შენესრულე. ო. რათან ხაზია ლაპარაკი? რათან ხისთვის ხდებიან მკვლელები? რათან ხის გამოყიდიან მეგობარს? ეს დიდი თანხაა. ძალიან დიდი თანხა. რატომ? ცდილობ გავიგო რატომ? რატომ ძმაუვალე, რატომ? ომერ. მომისმინე.
აქ მოვედი რომ გითხრა. ამას თუ იტყვე ვინმესთან. თუ იტყვე ამას. შენ ციხეში ხარ, მაგრამ დედა შენი, მამა შენი და შენი ძმა ისინი შეიძლება დაზარალდნენ. ახლა იცი რა გავაკეთე. და ისიც იცი რა შემიძლია გავაკეთო. შენა ბიჭვარო. ორჩი. დაწყნარდი. დაწყნარდი მეთქი. დაწყნარდი. შენ. სადაც არ უნდა იყო გიპოვე. შენ ყველაფერს დაკარგავ. ყველაფერს დაკარგავ, რა ჩემს ხარჯზე მიიღე. სადაც გინდა წადი. მაგრამ იცოდე საბოლოოდ იქ მიხვალ საიდანაც დაიწყე. მაინც გიპოვე. გაჩერდი. არავის არ ექნება შენი ნდობა. ერთხელაც ყველა მიგატოვებს მაუვალი. და ეს დღე აუცილებლად დადგება. რადგან არ უნდა დამიჯდეს გიპოვი. აუცილებლად გიპოვი, გესმის? აუცილებლად გიპოვი. Nereye gidiyorsun kardeşim? ვის გაურბი ხარ ძმაუვალი? Kimden kaçıyorsun kardeşim? ომერს გაურბი ვარ. Ömer'den. ომერს გაურბი ვარ.